გაწნეხს ქმნის ინფლაციაზე ისრაელ-ირანის კონფლიქტი, ვრცლად გიყვებით რამდენიმე წუთში. ნატოს სამიტზე, რომელიც 24-26 ივნისს ჰააგაში იმართება, ქართული ოცნების მთავრობას მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია. ინდოეთის ბაზრის ათვისებისთვის ტურიზმის ადმინისტრაციამ YouTube და Instagram რეკლამები შეისყიდა. კონტრაქტის ღირებულება $407,572. დინამო არენის რეაბილიტაციით ცნობილი არქიტექტურული კომპანია HPP Architects-ი დაინტერესდა. სივრცის მფლობელი რომან ფიფიას თქმით, დინამო არენა განახლების შემდეგ სრულიად ახალ როლს მოირგებს. სომხური კონიაკით დატვირთული ტრაილერები საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თვენახევარია გაჩერებულია. სომხური მედიის ცნობით, დაპირების მიუხედავად პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება. სომხური წარმოშობის რუს მილიარდერ სამվել კარაპეტიას სომხეთის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებისთვის ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ სომხური მედია ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. შუადღემშვიდობისა BMG-ს საინფორმაციო სამსახური ბრუნდება პირდაპირ ეთერში BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად ბიზნესსა და ეკონომიკაზე მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გიყვებით. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ უცვლელად 8%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომ გავრცელებულ პრეს-რელიზში სები აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, თუმცა მარეგულირებელი ყურადღებას ამახვილებს ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად ნავთობის ფასების ზრდაზე და აცხადებს, რომ ამ რისკების ხანგრძლივად რეალიზების ფონზე შესაძლოა მაღალი ინფლაციური სცენარი განვითარდეს. ამასობაში კი ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდეს და ელიან, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ფასების ზრდა დაჩქარდება. ნუცა შუბაშვილი გაეცნო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და შეფასებებიც მოისმინა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს ნუცა შუადღემშვიდობისა. ელენე, მოგესალმები. ეროვნულმა ბანკმა დღევანდელი გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე უკვე მეცხრეჯერ შეინარჩუნა. დღევანდელ პრეს-რელიზში ინფლაციაზე ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებს შორის მარეგულირებელი გამოყოფს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკებს და აღნიშნავს, რომ ისრაელი-ირანის საომარი მოქმედებების შედეგად გაიზარდა ნავთობის ფასები, სების შეფასებით შექმნილი ვითარება მიწოდების ჯაჭვების გაუარესების და გლობალურად ინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აჩენს. ამ რისკების ხანგრძლივად შენარჩუნების ფონზე კი შესაძლოა საქართველოში მაღალ ინფლაციური სცენარი განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო ანგარიში, რომელიც მაისში გამოქვეყნდა, ეროვნული ბანკი მიუთითებდა, რომ საბაზისო სცენარის თანახმად 2025 წელს მოსაოდნელია, რომ საშუალოდ ინფლაციამ 3.8%-ს მიაღწიოს, ხოლო მაღალ ინფლაციური სცენარის განვითარების შემთხვევაში წელს ინფლაცია შესაძლოა უკვე 4.5%-მდე დაჩქარდეს. გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის და სავაჭრო შეზღუდვების ფონზე ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად, ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების შედეგად გაიზარდა ნავთობის ფასები. ამავდროულად, საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკები გამწვავდა. ეს კი თავის მხრივ მიწოდების ჯაჭვების გაუარესების და გლობალურად ინფლაციური გარემოს ჩამოყალიბების რისკებს აჩენს. ამ რისკების ხანგრძლივად რეალიზების ფონზე შესაძლოა მაღალ ინფლაციური სცენარი განვითარდეს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. აღსანიშნავია, რომ ისრაელი-ირანის სამხედრო კონფლიქტის ფონზე ნავთობის ფასი ბოლო დღეების განმავლობაში მზარდია და ბოლო მონაცემებით ბარელი ბრენტის ფასი უკვე $76 აჭარბებს. ამ ფონზე ანალიტიკური ორგანიზაციების ნაწილმა მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდეს და ელია, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოში ფასების ზრდა დაჩქარდება. როგორც ჩვენთან საუბარში TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე ისინი ელია, რომ წლის ბოლოს ნაცვლად აქამდე ნავარაუდები 4.1%-ისა საქართველოში ინფლაცია დაახლოებით 4.5%, 4.6%-მდე დაჩქარდება. ოთარ ნადარაი აღნიშნავს, რომ მაღალ ინფლაციური სცენარის განვითარების რისკები იზრდება, რის შემთხვევაშიც მოსაოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დაგროვებას უფრო დაბალი ტემპებით გააგრძელებს. ამ მოვლენებამდე, ჩვენი პროგნოზი იყო დაახლოებით 4.1% წლის ბოლოს.
მანამდე დეკემბრამდე კიდევ უფრო მეტი წლიური ინფლაციით იქ საბაზო ტექნიკური ეფექტების გამო. ახლა რაც ხდება სავარაუდოდ 4.5 შეიძლება 4 და 6 და 7 თქვა წლის ბოლოს აქ ნავთობის ფასი, ვამბობ იქიდან გამომდინარე, დღესაც ნავთობის ფასია ეს ერთი სამწუხაროდ არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები იქ ასევე სატრანსპორტო ხარჯებზეა საუბარი და ძალიან რა თქმა უნდა არასახარბიელო სცენარები განიხილება. ამასთან დავამატებდი რომ ჩვენი ასე ვთქვათ შიდა ინფლაციის კუთხით წელს რა თქმა უნდა არა ყველა პროდუქტზე, მაგრამ ეგრეთ წოდებული ცუდი მოსავლის წელია არაერთ პროდუქტზე ინფლაციის კუთხით აქედანაც რთულია ზუსტად თქვა, მაგრამ შეიძლება დაახლოებით 0.5%-მდე, 0.5 პუნქტამდე იყოს დამატებითი ზეწოლა. თუ უფრო მეტი წნეხი იქნა ინფლაციაზე, იმიტომ რომ ლარის კურსი ხშირად თუ ყოველთვის არის ყველაზე ქმედითი დისინფლაციური ინსტრუმენტი, ანუ ჩვენ სავარაუდოდ ასეთ სცენარში უფრო მეტ ლარის გამყარებას ვიხილავთ და შედარებით ნაკლებ რეზერვების შევსებას. ეკონომისტების შეფასებით კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც გლობალურად და ასევე საქართველოში შესაძლოა ინფლაცია დააჩქაროს მიწოდების ჯაჭვების გაუარესება და გადაზიდვების მოსალოდნელი გაძვირება. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ირანიდან საქართველოში არაერთი დასახელების სასურსათო პროდუქცია შემოდის ისრაელ-ირანის კონფლიქტის უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ რიგი იმპორტირებული სასურსათო პროდუქცია საქართველოსაც გაუწვირდეს. ნავთობზე შეინიშნება ფასის ზრდა, საქართველოში ჯერ ამ მიმართულებით ასახვა არ უპოვია, მაგრამ საბოლოოდ საერთაშორისო გადაზიდვებზე მინიმუმ ასახვას პოვებს, რაც საბოლოოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ფასზე, როცა საქართველოში პროდუქციის ფასის განსაზღვრა შეიძლება იანგარიშოს ყველა მეწარმე სუბიექტმა, რაც შეეხება სხვა ტიპის გავლენას, რაც შეიძლება ურთიერთობაში მივიღოთ, ეს არის რიგსოფტს მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც იმპორტით ხორციელდებოდა აღნიშნული ქვეყნიდან, ამაზე გარკვეული გაძვირება გამომდინარე იქიდან, რომ ალტერნატიულ ქვეყნებში შესაძლოა იმპორტი ხორციელდება და საქართველოს ფიზიკურად არ აქვს რიგი პროდუქციის კონკრეტული წარმოება სოფლის მეურნეობის მიმართულებით იმ რაოდენობით, აქ რეალურად გარკვეული ფასის ცვლილება იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასის და კონკურენტულარიანი იყოს სწორედ ირანიდან გახორციელებული იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ინფლაციას მზარდი ხასიათი აქვს და მაისში ფასების საერთო დონე 3.9%-ით იყო წლიურად გაზრდილი, როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით საქართველოში. ინფლაციაზე ეს უფრო ნათლად უკვე მომდევნო თვეების განმავლობაში გამიჩნდება. მადლობა ნუცა, ჩემი კოლეგა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემამდე სემეკი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად ნორმატიულ აქტებზე მუშაობს, რომელიც ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის ვალდებულებას აჩენს. ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალკე აღრიცხვას და ფინანსურ ანაზღაურებას. ანუ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას. როდიდან ამოქმედდება ნეტო დარიცხვის სისტემა, დარჩება თუ არა მზის ელექტროსადგურები მიმზიდველი ახალ სისტემაში და რა იქნება ტარიფები? თორნიკე დარჯანია, საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი შემოგვიერთდა თემაზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში. თორნიკე, მოგესალმები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. გუშინ იყო შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მარეგულირებელ კომისიაში სემეკში და როგორც ვთქვით, ნორმატიულ აქტებზე მუშაობს მარეგულირებელი უშუალოდ ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უკვე ახალი კანონმდებლობა, რომელიც 2027 წლიდან ითვალისწინებს ახალ სისტემაზე გადასვლას. თუმცა არის თუ არა სიახლე ამ ნაწილში, რა ხდება მანამდე ამ პერიოდში, იმიტომ რომ ფაქტია, ვიცით, რომ ენერგოპროჯორჯიას ქსელში უკვე შეუძლებელია ნეტო აღრიცხვის სისტემით ჩართვა. თელაში დარჩენილია ჯერ კიდევ ლიმიტები. რაზე იყო საუბარი კომისიაში და რა სიახლეებია ამ კუთხით?
დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ჯერ პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ კანონი მესამე მოსმენითაც მიღებულია, ანუ ის კანონი, რომელმაც თქვა, რომ 2033 წლამდე ნეტო აღრიცხვის სისტემა იქნება შენარჩუნებული იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ნეტო აღრიცხვის სისტემაში უკვე ჩაერთნენ. ანუ ეს რო ასე ვთქვათ, კითხვის ნიშანი რომ ამ კუთხით აღარ არსებობს. ანუ ეს პირველი და მეორე კანონმა თქვა, რომ ნეტო აღრიცხვის ალტერნატივა, ანუ გარდამავალი ასე ვთქვათ, მოდელი იქნება უკვე გადასვლა ნეტო დარიცხვის მოდელზე. ეხლა ჩვენ რა სიტუაცია გვაქვს? ვიცით, რომ თელაში ისევ ნეტო აღრიცხვის რეგულაცია მოქმედებს და ეს ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2027 წლამდე იქნება შენარჩუნებული, თუ რა თქმა უნდა ლიმიტი, ქსელში ლიმიტი არ შეივსო. მაგრამ ჩვენი ინფორმაციით ეს ლიმიტი ჯერ კიდევ არსებობს და მომხმარებლები ჩვეულებრივ თბილისის ტერიტორიაზე ნეტო აღრიცხვაში ერთვებიან. რაც შეეხება ენერგოპროს, თქვენ სწორად ბრძანეთ, ენერგოპროში ნეტო აღრიცხვის რეგულაცია შეჩერებულია, უკვე დაახლოებით 3 თუ 4 თვეზე მეტია, 28 თებერვლიდან, მარტივად რო ვთქვათ და ველოდებით ნეტო დარიცხვის მოდელს. ამ კანონის საფუძველზე სემეგში გუშინ ითქვა, რომ ივლისის ბოლოსკენ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ნეტო დარიცხვის მოდელი იქნეს შემოღებული და ივლისიდან შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს, რომ ჩაერთონ ნეტო დარიცხვის მოდელში. ეხლა რას გულისხმობს ეს ნეტო აღრიცხვის მოდელი, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია, თუმცა გუშინ სემეგმა სხდომაზე წარმოადგინა კონცეფცია, ანუ დაახლოებით მონახაზი, რა თქმა უნდა ეს ჯერ არ არის საბოლოო მონახაზი, თუმცა პირველადი მონახაზი, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ სწორად ბრძანეთ, ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის, ანუ სიჭარბე თუ აქამდე იქვითებოდა ნეტო აღრიცხვაში, ნეტო დარიცხვაში ეს გაქვითვა აღარ მოხდება. მოხდება ამისი შესყიდვა და წარმოდგენილი კონცეფციით ეს იქნება უნივერსალური მომსახურების მიმწოდeblis ტარიფი, რომელიც არის 5.5 თეთრი ენერგოპროს ქსელში, 8.5 თეთრი თელასის ქსელში. ჩვენ ამაზე იცით, რომ ქონია ასე ვთქვათ, წინა გადაცემებშიც, რომ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, ასე ვთქვათ, და ამ კუთხით განსაკუთრებით ფიზიკურ პირებში ეს მოდელი მაინც დიდად არ მიგვაჩნია, რომ იმუშავებს და წარმოდგენილი იქნა მეორე ალტერნატივა სემეკის მხრიდან, რაც სიახლე იყო გუშინდელ შეხვედრაზე, ანუ შესაძლებლობა იქნება, რომ ეს ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია იყიდოს თავისუფალმა მიმწოდებელმა. ანუ არ იყიდოს ეს ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებამ, არ იყიდოს ეს თელმიკომ 8.5 თეთრად და 5.5 თეთრად, არამედ შეისყიდოს თავისუფალმა მიმწოდებელმა. დღეს თავისუფალი მიმწოდებელზე სანამ ვისაუბრებთ, რა არის და ასე შემდეგ, რომ აუხსნათ მოსახლეობასაც ეს რა, ასე ვთქვათ, სტრუქტურან რა მოიცავს, ასე ვთქვათ, ეს ტერმინი, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ დღეს ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლები დაახლოებით 5-დან 5.3 ცენტამდე ტარიფით ვაჭრობენ. ანუ მაგალითად ჩვენ გვაქვს ბაზარი, ეგ ეწოდებული საბითუმო ბაზარი, სადაც მომხმარებლები არ ყიდულობენ ელექტროენერგიას თელმიკოსგან, არ ყიდულობენ ელექტროენერგიას ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებისგან, არამედ ყიდულობენ პირდაპირი მიმწოდებლებისგან, სადაც ეს შეიძლება იყოს თავისუფალი მიმწოდებელი, შეიძლება ტრეიდერის გავლით და ასე შემდეგ. ტარიფი ფიქსირდება დაახლოებით 5-დან 5.3 ცენტამდე. რაც შეიძლება რომ მომხიბლელი იყოს, ჩვენ ქონდა კონსულტაციები თავისუფალ მიმწოდებლებთან და მათ გამოთქვეს, ასე ვთქვათ, ინტერესიც, რომ ეს შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო. ანუ წარმოვიდგინოთ ესეთი მოცემულობა, მას ვისაც უნდა რომ მზის ელექტროსადგური დაამონტაჟოს, ამონტაჟებს მზის ელექტროსადგურს, მაგრამ აი იმ სიჭარბის შესყიდვაზე აქვს ორი ალტერნატივა ექნება. ან უნდა მიყიდოს ეს სიჭარბე ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებას და თელმიკოს, ან უნდა მიყიდოს თავისუფალ მიმწოდებელს და შეუთანხმდეს კონკრეტულ ფასზე. აი ეს ორი მოცემულობა არის. ეხლა აქ რეგულაციული თვალსაზრისით ბევრი რაღაც არის დასარეგულირებული, იმიტომ რომ გუშინ სემეკის სხდომაზეც დაისვა ეს კითხვა, იმიტომ რომ თავისუფალ მიმწოდებელს არ აქვს დღეს შესაძლებლობა, რომ ჩავიდეს, ასე ვთქვათ, საცალო ბაზარზე ფიზიკურ პირებთან, იქ იყიდოს ელექტროენერგია და ეს შემდგომ გაყიდოს საბითუმო ბაზარზე. ვისგან უნდა იყიდოს თორნიკი აქედან რამდენად გაჩნდა ეს კითხვა? ანუ აი წარმოვიდგინოთ, ხო, ეს რაღაცა ჰიპოთეზებით რო არ ვისაუბროთ, თქვენ ხართ ფიზიკური პირი, სახლში ამონტაჟებთ მზის ელექტროსადგურს და თქვენ დაამონტაჟებთ მზის ელექტროსადგური და უთანხმდებით ტარიფზე თავისუფალ მიმწოდებელს და ქსელში გადადინებულ სიჭარბეზე თავისუფალი მიმწოდებელი, ანუ X პერსონა კომპანია გიხდით, ასე ვთქვათ, შეთანხმებულ ტარიფს. ეს ცოტა, ასე ვთქვათ, უცნაური მოდელი არის, თუმცა აპრობირებული სხვა ქვეყნებში არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ჩვენი გამოგონილი, მათ შორის ევროდირექტივებიც და
სხვა ნორმატიული აქტებიც ევროპაში ამ კუთხით მიუთითებენ, რომ ანუ ბაზარი უნდა გახდეს მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გახსნილი და თავისუფალ მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ეს ელექტროენერგიის შეძენაც ჩვენგან და ასე ვთქვათ, გაყიდვას. ეხლა რა არის თავისუფალი მიმწოდებელი, იმიტომ რომ ამ ტერმინს ახლა ვიყენებთ და ცოტა გასაგები რომ გავხადოთ, მოსახლეობისთვის ზოგადად არსებობს ორი მიმწოდებელი. ჯერ თავიდან საერთოდ არსებობდა ენერგოპრო და არსებობდა თელასი. მერე მოხდა ამათი გაყოფა და მიწოდება, ანუ ასე ვთქვათ, ხაზები და ელექტროენერგიის დისტრიბუცია დაევალა ენერგოპროს, მაგრამ ელექტროენერგიის გაყიდვაზე პასუხისმგებელი არის ენერგოპრო ჯორჯია მიწოდება, ანუ მეორე კომპანია. იგივე მოხდა აქაც, ანუ თელასი არის ელექტროენერგიის ასე ვთქვათ გამტარი, ხაზების ფლობელი მრიცხვების და ამ შემდეგ, ხოლო ელექტროენერგიას ყიდის უკვე თელმიკო. ანუ რო ავიღოთ ჰიპოთეზა ამ კომპანიების თელმიკოს და ენერგოპრო ჯორჯიას მიწოდების მაგივრად კანონმდებლობა შემოაქვს ასევე, უბრალოდ შემოტანილია, მაგრამ ეს არ არის ფართოდ დანერგილი ჩვენთან, შესაძლებელი იყოს მესამე პირიც, რომელიც მოვა და გეტყვით, რომ იცით რა, მოდი ნუყიდულობ ელექტროენერგიას თელმიკოდან, ან ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებიდან და იყიდე ელექტროენერგია ჩემგან. და ეს არის დღეს, ასე ვთქვათ, უკვე რაღაცა დონეზე დანერგილი, მაგალითად საბითუმო ბაზარზე. ის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასეთები არის დიდი საწარმო, მაგალითად მეტალურგები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ისინი ელექტროენერგიას პირდაპირ ყიდულობენ. ისინი არ ყიდულობენ ელექტროენერგიას თელმიკოდან ან ენერგოპრო ჯორჯია მიწოდებიდან. ანუ ამაზეა საუბარი, რომ ბაზარზე შეიძლება ეს დავინახოთ შანსად იმ თვალსაზრისით, რომ გაჩნდნენ თავისუფალი მიმწოდებლები, რომლებიც ამ ელექტროენერგიას იყიდიან და გაყიდიან შემდგომ უკვე ბაზარზე საბაზრო ფასად, იმიტომ რომ ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ 5.5 თეთრი და 8.5 თეთრი დღეს საბაზრო ფასი არ არის ელექტროენერგიის, ანუ თუ ამას წლის ჭრილში გავასაშუალოებთ. როგორც თქვი, ანუ დღეს ბაზარზე ფასი დღევანდელი მოცემულობით არის დაახლოებით 5-დან 5.3 ცენტამდე. კი ბატონო, თორნიკე, სანამ ეს სქემა აეწყობა, თავადაც თქვი, რომ შეიძლება ეს სისტემა თავდაპირველად აი ამ ტარიფების პირობებში, რაც არის განსაზღვრული, უпростоრად ენერგოპრო ჯორჯიასა და თელასის შემთხვევაში არ იყოს ეს ფინანსურად საინტერესო, ხომ? აი ამ სანამ ეს სისტემა დაალაგდება, ელით თუ არა აქტიურობას, იგივე ენერგოპრო ჯორჯიას აბონენტების მხრიდან, რა ხდება აი ამ გარდამავალ ეტაპზე? აი თქვენი ტიპის კომპანიები, რომლებიც ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დაყენებაში ეხმარებით მოქალაქეებს, კომპანიებს, აი თქვენ როგორ მუშაობთ, სანამ ეს ყველაფერი დაალაგდება აი ამ გარდამავალ ეტაპზე? ამ გარდამავალ ეტაპზე ჩვენ ფაქტობრივად ხედავთ, რომ ფიზიკური პირების მიმართულებით საკმაოდ რთული მდგომარეობა გვექნება, იმიტომ რომ ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში ხა ფიზიკური პირები ვერ აკეთებენ ინტეგრაციას და მომავალში წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც, ანუ თავისუფალ მიმწოდებელს უნდა გქონდეს სურვილი, რომ ფიზიკურ პირს ხა ხო ხდებით, როგორი დაბალი სიმძლავრე შეიძლება გქონდეს სიჭარბე გადადინებული ქსელში, ანუ მათ უნდა გაუჩინოთ, ასე ვთქვათ, ინტერესი, თავისუფალ მიმწოდებელს უნდა გაუჩნდეს ინტერესი, რომ იყიდოს ფიზიკური პირისგან. ანუ აი ეს ხა რამდენად ეს მოდელი იმუშავებს, რამდენად ბაზარი ამას დაარეგულებს, რაღაცა ბიუროკრატიაში ხო არ გავეხოებთ, რომ ჩვენ სემეგზე ხა მე ჩემი ასე ვთქვათ, სიტყვა თქვი და ეს ჩემს ზურგს უკანას ვთქვათ ასოციაციის წევრი კომპანიებისაც, რომ ჩვენ არ გვინდა ისეთი რეგულაცია გქონდეს, რომელიც ბიუროკრატიაში გაგვახვევს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კი შეიძლება თავისუფალ მიმწოდებელს თეორიულად შესაძლებლობა გქონდეს ამ ელექტროენერგიის ყიდვის და შემდგომ გაყიდვის, მაგრამ ისეთი ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, მექანიზმები იდოს ჩადებული, არ უღირდეს, ანუ უძვირდებოდეს. ამიტომ ეხლა არის ზუსტად ამ თვალსაზრისით სამუშაო, რომ მაქსიმალურად ისეთი რეგულაცია იქნეს შემუშავებული, რომ აი ეს ანგარიშწორება ფიზიკურმა პირმა რამდენი გამოიმუშავა ეს სიჭარბე, თავისუფალმა მიმწოდებელმა რამდენი მიიღო, რამდენი გადაყიდა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად და ასე ვთქვათ, ისე აეწყოს, რომ შესაძლებელი გახდეს ამ მოდელის ფუნქციონირება. ჩვენს რეგიონში მსგავსი მოდელი არ აქვს, მაგალითად სომხეთში ჩვენ მე ვახსენე კიდევაც, ხო, 5.5 ცენტს უხდიან პირდაპირ. და ამ მოდელით მუშაობს, ასე ვთქვათ, ეს ბიზნესი. ჩვენთან ფაქტიურად დაახლოებით იგივე შეიძლება გამოუვიდეს მომხმარებელს, მაგრამ თავისუფალ მიმწოდებელთან, ანუ სემეკი მარეგულირებელი რაღაც დონეზე გვაიძულებს ჩვენ კომპანიებსაც, რომ აქეთკენ ეს მიმართულება განვავითაროთ, ანუ ეს თავისუფალი მიწოდების, ასე ვთქვათ, მიმართულება განვავითაროთ. კი ბატონო, ეს გამოწვევაა, ამას ბიზნესი მიიღებს გამოწვევა, თუმცა
ბიზნესი ითხოვს ძალიან მარტივ პროცედურებს და ნაკლებ ბიუროკრატიას ამ პროცესში. კი ბატონო, ნახოთ ეს პრაქტიკაშიც გამოჩნდება ხომ? თორემ ერთ ზავას ზუსტად ანუ ივლისიდან ნეტო ბილინგზე გადასვლის შესაძლებლობა ნორმატიულ აქტში უკვე ასახული აქვს მარეგულირებელს. სემეკი იწყებს უკვე წარმოებას, საქმის წარმოებას და შესაბამისად, როგორც გვითხრეს, არ ვიცი, შეიძლება ივლისი იყოს ან აგვისტოს შუა რიცხვი, ზუსტად ამას უბრალოდ მე ვიმეორებ გუშინდელი შეხვედრიდან ნათქვამს, ივლისის ბოლო იყო ნათქვამი, რომ ეს რეგულაცია, ანუ ნეტო დარიცხვის რეგულაცია იქნება შემოღებული, თუ შეიძლება ერთსაც დავამატებ, ასევე ითქვა ისიც, რომ ვირტუალურ ნეტო აღრიცხვაზე კომისიაში ჯერჯერობით 100-თა სხვადასხვაობა არის. ანუ ეს გულისხმობს ზუსტად იმას, რომ ჩვენ ვიცით რაც არის ვირტუალური ნეტო აღრიცხვა, ანუ ერთგან დამონტაჟება სადგურის და მეორეგან ჩათვლა, ხო? ამ თვალსაზრისით 100-თა სხვადასხვაობა არის. არიან წევრები, რომლებიც არ ემხრობიან ნეტო დარიცხვის მოდელის მუშაობას ვირტუალური ნეტო აღრიცხვის შესაძლებლობით. კი ბატონო, ესეც ალბათ გამოჩნდება რა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაცია გავუზიარეთ, მათ შორის თქვენი ასოციაციის წევრ კომპანიებს, მათ ვინც გუშინ არ ესწრებოდა შეხვედრას. მადლობა. თორნიკე დარჯანია საუბრობდა პირდაპირ ეთერში საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი. ჩვენ კი ამით ვასრულებთ ეთერს 17 საათზე და 40 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.